მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე. თავი 2. მუხლი 1, 5. 1 და შევიდა კვალად კაპერნაუმს შემდგომად მცირედთა დღეთა და ესმა რამე თუ სახლსა შინაარს. 2 და მეხსეულად შეკრბა მომსიმრავლე ერისაი, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ და ეტყოდა მათ სიტუასა. 3 და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღვეული ზეკიდებული 4-თაგან. 4 და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსწარცვეს სართული სახლისა იმის, სადა იგი იყო და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსაც ზედა იდვა განრღვეული იგი. 5 და იხილა იესოს არწმუნოება იგი მათი და ჰრქვა განრღვეულსა მას, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამასთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა ან თავად განრღვეულის რწმენას, რამე თუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუ კი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო მორწმუნე და პირიქითაც ხშირად კურნავდა მოყვანილის რწმენით, თუნდაც მომყვანები ურწმუნონი ყოფილიყვნენ. უწინარეს ყოვლისა ის აძლევს ცოდვათა მიტევებას ავადმყოფს, ხოლო შემდეგ კურნავს ავადმყოფობებს, რადგან ურთულესი დაავადებები მეტწილად ცოდვებისგან წარმოიშვება. ისევე როგორც იოანეს სახარებაში ერთ-ერთ უძლურს უფალი ცოდვათა გამო მოულენს ავადმყოფობას. იოანესთან ნახსენები ეს უძლური და აქ ნახსენები არ არის ერთი და იგივე. პირიქით, ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. რამე თუ იოანესთან ნახსენებს არ ჰყავდა დამხმარე კაცი, აქ ნახსენებს კი 4 კაცი ჰყავს. პირველი ცხვრის ჭიშკართან იყო, ეს კი სახლშია, ის იერუსალიმშია, ეს კი კაპერნაუმში. სხვა განსხვავების პოვნაც შეიძლება მათ შორის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათესთან მოხსენიებული და აქ მარკოსთან ერთი და იგივეა. თავი 2. მუხლი 6, 12. 6 ხოლო იყვნენ ვინმე მომსხდომარენი მწიგნობართაგანი და ზრახვიდეს კულტაშინა მათთა და იტყოდეს 7. ვითარმედ ესე გმობასა იტყვის, ვის ხელ ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნამ ხოლოსა ღმერთსა. 8 ხოლო იესო მეხსეულად გულისხმალ სულითა, რამე თუ ესრეთ ზრახვენ გულტაშინა მათთა და ჰრქვა მათ, რასა მაგას ზრახავთ გულტაშინა თქვენთა. 9 რა იუადვილეს არ სიტყვად განრღვეულისა ამის, მიგეტევნენ ცოდვანი შენი, ანუ თქუმად, აღდეკ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. 10 ხოლო რაითა უწყოდით, რამე თუ ხელმწიფება იაკუს წესაკაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა და ჰრქვა განრღვეულსა მას. 11 შენ გეტყვი, აღდეკ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენ და. 12 და მეხსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ, არასა და ესრეთ ვიხილეთ. ფარისევლები ღმრთის გმობაში ადანაშულებდნენ უფალს, რამდენადაც იგი ცოდვებს მიუტევებდა, ეს კი მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგრამ უფალმა მათ სხვა ნიშანიც მისცა საკუთარი ღვთაებრიობისა, გულთამხილაობა, რამე თუ მხოლოდ ღმერთთვისაა ცნობილი თითოეულის გული, როგორც წინასწარმეტყველიც ბრძანებს, შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმი გულის 3 მეფეთა 8:19. ამასთან ფარისევლები, თუმცა კი გამოუცხადა უფალმა თუ რა აქვთ მათ გულში, რჩებიან უგრძნობელნი და მათ გულთან ცნობელს არ სურთ დაანებონ, რათა მან ცოდვათა განკურნებაც მიანიჭოს. მაშინ უფალი სხეულის განკურნებით არწმუნებს იმაში, რომ მან სულიც განკურნა, ანუ ცხადის მეშვეობით ამოწმებს დაფარულს და უადვილესის მეშვეობით უძნელეს, თუმცა კი მათ ეს პირიქით ეჩვენებოდათ. რადგანაც ფარისევლები სხეულის განკურნებას როგორც ხილულ ქმედებას თვლიდნენ უძნელესად, ხოლო კურნებას სულისა როგორც უხილავისა, უადვილესად და როგორღაც ასე მსჯელობდნენ, აი მათ უარა, რომელიც თავს არიდებს სხეულის განკურნებას, როგორც თვალსაჩინოს და უხილავ სულს მკურნალობს, ამბობს რა, მოგეტევა შენი ცოდვები.
მართლაც რომ შეეძლოს კურნებას მინიჭება, მაშინ სხეულს განკურნავდა და არ მიმართავდა უხილავს. ამიტომაც მაცხოვარი უჩვენებს რამად, რომ მას შეუძლია ერთიცა და მეორეც, ამბობს, რა უფრო ადვილია, სულის განკურნება თუ სხეულისა. ეჭვგარეშეა, რომ სხეულისა, მაგრამ თქვენ პირიქით გეჩვენებათ. მაშ მე განკურნავ სხეულს, რაც სინამდვილეში ადვილია, მაგრამ თქვენ ძნელი გეჩვენებათ და ამით დაგარწმუნებთ სულის განკურნებაში, რაც მართლაც ძნელია და მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ ადვილად, რომ უხილავია და არა ხორცშესხმული. მაშინ ეუბნება განრუელს, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი, რათა ამგვარად უფრო მეტად დაგვარწმუნოს სასწაულის სინამდვილეში, რომ იგი ოცნების სფეროს არ განეკუთვნება და იმავდროულად გვიჩვენოს, რომ მან არა მხოლოდ განკურნა ავადმყოფი, არამედ ძალაც მისცა მას. ასევე ექცევა უფალი სულიერ უძლურებებსაც, არა მხოლოდ გვათავისუფლებს ცოდვათაგან, არამედ ძალასაც გვაძლევს მცნებათა აღსასრულებლად. მაშ მე უძლურსაც ძალმიც განვიკურნო. რამე თუ ახლაც კაპერნაუმშია ქრისტეს სახლში ნუგეშისმცემლისა, ანუ ეკლესიაში, რომელიც არის კიდეც ნუგეშისმცემელი. მე უძლური ვარ, ვინაიდან ძალები ჩემი სულისა უმოქმედოა და არ აღიძვრის კეთილის მიმართ, მაგრამ როდესაც 4 მახარებელი აღმიტაცებს და მიმიყვანს უფალთან, მაშინ გავიგონებთ მის სიტყვას, შვილო, რამე თუ მცნებათა აღსრულების მეშვეობით, ძედ ღმრთისა შევიქმნები და მე მომეტევება ცოდვები. მაგრამ როგორ მიმიყვანენ იესოსთან? სახურავის აღძარცვით. მაგრამ რა არის სახურავი? გონება როგორც ჭერი ჩვენი არსებისა. ამ სახურავზე ბევრი მიწა და კრამიტია, ანუ მიწიერი საქმეები, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გადაგდებული იქნება, როდესაც აღიძარცვება და განთავისუფლდება გონების ძალის სიმძიმისაგან, როდესაც შემდეგ ქვევით ჩამოვალ, ანუ დავმდაბლდები, თავი არ უნდა აღვიმაღლო ჩემი გონების აღმსუბუქების გამო, არამედ აღმსუბუქებასთან ერთად ვალდებული ვარ ქვევით დავეშვა, ანუ დავმდაბლდე. მაშინ განვიკურნები და ავიღებ ჩემს ცხედარს, ანუ სხეულს, აუძრავ რამას მცნებათა აღსასრულებლად. რამე თუ არა მხოლოდ უნდა ავსდგეთ ცოდვისაგან და შევიცნოთ საკუთარი ცოდვა, არამედ უნდა ავიღოთ ჩვენი ცხედარი, ანუ სხეული სიკეთის ქმნისათვის, მაშინ მივაღწევთ ჩვრეტასაც, ისე რომ ყოველი ზრახვა ჩვენში იტყვის, არასა ესრეთ ვიხილეთ, ანუ არასოდეს გქონია ისეთი გულისხმისყოფა, როგორიც ახლა, განვიკურნეთ რა უძლურებისაგან. ვინც განიწმინდა ცოდვებისაგან ის ჭეშმარიტად ჭრეთს. თავი 2. მუხლი 13, 17. 13. და კვალად განვიდა ზღვის კიდესა და ყოველიერი მოვიდოდა მისა და მონასწავებდა მათე 14. და წარრაი ვიდოდა იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესაზე და ხრქვა მას, მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო ვითარცა ინახიჩ და იგი სახლსაშინა მისსა და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუის თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამე თუ 16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ვითარცა იხილეს იგი, რამე თუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანაჭამს ეტყოდეს მოწაფეთა მისთა, რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანაჭამს და სუამს. 17. და ესმა ესე იესუს და ხრქვა მათ, არა უხს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. კეთროვანზე აღსრულებული სასწაულის შემდგომ უფალი ზღვისკენ მიდიოდა, როგორც ჩანს, განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ ხალხი კვლავ მასთან იკრიბება. მას იცოდე, რომ რა ზომითაც განეშორები დიდებას, იმ ზომით დაგიწყებს ის დევნას, ხოლო თუ კი შენ გამოეკიდები, ის გაგისხლდება. ანუ უფალიც ის იყო ზღვასთან განმარტოვდა, რომ ხალხი ისევ მისდევს მას კვალ და კვალ. მაგრამ ის აქედანაც წავიდა და გზაში მათე მოინადირა. მარკოსთან აქ ნახსენები ლევი არის მათე, რამდენადაც მას 2 სახელი ჰქონდა. ამიტომაც ლუკა და მარკოზი მალავენ რა მის ნამდვილ სახელს, ლევს უწოდებენ, მაგრამ თავად მას არ რცხვენია. პირიქით ხიად საუბრობს საკუთარ თავზე და წარვიდოდა მიერ იესო იხილა კაცი მათთეოს სახელი მისით მათ 9. ასევე ჩვენც არ უნდა გრცხვენოდეს ცოდვათა გამხელისა. ლევი იჯდა ბაჟის ასაკრეფად ასრულებდა რა თავის მოვალეობას ის ან გადასახადის ახდევინებდა ვინმეს, ან ანგარიშს ადგენდა, ან რამე სხვას აკეთებდა, რასაც ჩვეულებრივ გადასახადის ამკრეფნი აკეთებდნენ თავიანთი საქმიანობის ადგილას,
მაგრამ ახლა ისეთი გულმოდგინება გამოიჩინა ქრისტეს მიმართ, რომ დატოვა რა ყველაფერი, გაჰყვა მას და დიდი სიხარულით მიიწვია მრავალნისადილად. ფარისევლები კი იწყებენ უფლის დადანაშაულებას, რაღა თქმა უნდა წარმოადგენენ რა საკუთარ თავს უმციკლო ადამიანებად. მაგრამ უფალმა ამაზე თქვა, მართალთ კი არა, ანუ თქვენი საკუთარი თავის განმამართლებლების, არამედ ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი. თუმცა მოუწოდებს მათ არა იმიტომ, რომ ცოდვილებადვე დარჩნენ, არამედ სინანულად, ანუ იმისთვის, რომ ისინი მოექცნენ. სინანულად თქვა, რათა არ იფიქრო, რომ მოუწოდებს რა ცოდვილებს, იგი სულაც არ ფიქრობს მათ გამოსწორებაზე. თავი 2. მუხლი 18:20. 18 და იყვნენ მოწაფენი იოანესნი და ფარისეველთან იმარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ხრქვეს მას, რაისათვის მოწაფენი იოანესნი და ფარისეველთან იმარხვენ და მოწაფენი შენი არა იმარხვენ. 19 ხრქვა მათ იესო, ვერ ხელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათთან არს მარხვად. 20 არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდან მას დღესა შინა. იოანეს მოწაფეები, როგორც ჯერ კიდევ არასრულ ყოფილნი, იუდაურ ჩვეულებებს მისდევდნენ. ამიტომაც ზოგიერთ მათგანს, ვინც ქრისტესთან მოდიოდა, მაგალითად მოჰყავდა ისინი და ბრალს სდებდნენ მას, რომ მისი მოწაფეები მათ მსგავსად არ მარხულობდნენ. ის კი ეუბნებოდა, ახლა მე სიძე ვიმყოფები მათ გვერდით და ამიტომაც უნდა უხაროდეთ და არა მახრულობდნენ. მაგრამ როდესაც ავმაღლდები ამ ცხოვრებიდან, მაშინ დაექვემდებარებიან რა განსაცდელებს, ისინი იმარხულებენ კიდეც და იმწუხარებენ. თავის თავს სიძეს უწოდებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთვის ქალწულებრივ სულებს ნიშნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ჟამი მისი პირველად მოსვლისა მის მორწმუნეთათვის არის არა ჟამი ტირილისა და მწუხარებისა და არა მძიმე ჟამი, არამედ ჩვენი დამამშვიდებელი ნათლობით, სჯულის საქმეთა გარეშე. მართლაც და რა შრომაა მონათლა. თუმცა ამ იოლი საქმით მოვიპოვებთ ცხონებას. ძენი სიძისანი მოციქულები არიან იმიტომ, რომ ისინი ღირსნი გახდნენ უფლის სიხარულისა და ყოველგვარი ზეციური სიკეთისა და ნიგეშისა. ზიარნი შეიქნენ შეიძლება ასეც გაიგო, ყოველი ადამიანი, როდესაც იგი სათნოებებს იქმს, არის სიძისა და სანამ მასთანაა სიძე, ქრისტე არ მარხულობს, ანუ არაა დაკავებული სინანულის საქმეებით, ვინაიდან რატომ უნდა ნანობდეს ის, ვინც არ ეცემა. როდესაც ამაღლდება მისგან სიძე, ქრისტე, ანუ როდესაც იგი ცოდვაში ჩავარდება, მაშინ იწყებს მარხვასა და სინანულს, რათა განიკურნოს ცოდვისაგან. თავი 2 მუხლი 21 22 21 არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძველსა, უკვე თუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძველისა იმის და უძვირესად განიპის. 22 და არავინ შთაასხის ღვინოი ახალი თხიერთა ძველთა, რაითა არა განხეთქნეს ღვინომან ახალმან თხიერნი იგი და ღვინოი დაითხიოს და თხიერნი წარწყმდნენ, არამედ ღვინოი ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან. როგორც ახალი სადგმელი თავისი სიმტკიცის გამო მხოლოდ მოაპობს ძველ სამოსს, თუ კი მასზე დაკერდება და როგორც ახალი ღვინო, თავისი სიმაგრის გამო გახეთქავს ძველ ჭურჭელს, ასევე ჩემი მოწაფეები ჯერ კიდევ არ მომაგრებულან და ამიტომაც თუ დაუმძიმებთ, ამით მათ ვავნებთ, რამდენადაც ისინი, თავისი უძულურების და გამო ჯერ კიდევ ძველ სამოსს ჩამოჰკვანან. ამიტომაც არ არის საჭირო დავაკისროთ მათ მარხვის მძიმე მცნება. ან შეგიძლია ასეც გაიგო, ქრისტეს მოწაფეებს არიან რა უკვე ახალი ადამიანები, არ შეუძლიათ ემსახურონ ძველ ჩვეულებებსა და კანონებს. თავი 2 მუხლი 23 28 23 და იყო, ვითარ იგი თანაც წარხვიდოდა შაბათსა ყანებისაგან და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასასვლად და მუსვლად თავსახუვილისასა. 24 ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას, იხილე, რასაც მენ მოწაფენი შენი შაბათსა შინა, რომელი არაჯერ არს ყოფად. 25 ხოლო იესო ხრქვა მათ, არასადა აღმოგიკითხავსა, რა იგიხო დავით, რა ჟამს იგი უხმდა და შეემშია მას და მისთანათა. 26 ვითარ იგი შევიდა სახლს აღმთისასა აბიათარ მღვდელთ მოძღვრისა, ზედაპურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთა არაჯერ არს ჭამად, გარნამღვდელთა ხოლო. 27
და ეტყოდა მათ, შაბათი კაცისათვის დაებადა და არა თუ კაცი შაბათისათვის. 28. ვინაიცა უფალარსზე კაცისაი შაბათისაცა. უფლის მოწაფეები წყვეტენ თავთავებს, როგორც უკვე მიჩვეულნი ცხოვრებას არასჯულის მიხედვით. როდესაც ფარისევლები აღშფოთდებიან ამის გამო, ქრისტე დაუყოფს მათ პირს, მიუთითებს რა დავიდზე, რომელმაც საჭიროებისას დაარღვია კანონი მღვდელმთავარ აბიათარის დროს. გაურბოდა რა საულს, წინასწარმეტყველი დავითი მივიდა ამ მღვდელმთავართან და მოატყუა იგი უთხრა რა, რომ იგი მეფის მიერ არის გამოგზავნილი უკიდურესი სამხედრო საჭიროების გამო. სწორედ აქ შეჭმა მან პურნი იგი წინადაგებისა და უკან წამოიღო გოლიათის ხმალი, ოდესღაც ღმერთს რომ შესწირა. დანიშნული პურები 12 იყო, ისინი ყოველ დღე იდო საკურთხეველზე, 6 მარჯვენა და 6 მარცხენა მხარეს საკურთხევლისა. ზოგი კითხულობს, რატომ უწოდებს მახარებელი მღვდელმთავარ აბიათარს, მაშინ როდესაც წიგნი მეფეთა უწოდებს მას აბემელექს, 1, მეფეთა 21, ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მღვდელმთავარს ჰქონდა ორი სახელი, აბიმელექი და აბიათარი. შეიძლება სხვაგვარადაც აისხნას, კერძოდ, მეფეთა წიგნი საუბრობს მაშინდელ მღვდელზე, აბიმელექსზე, ხოლო მახარებელი, აბიათარზე, მაშინდელ მღვდელმთავარზე და ამიტომ მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მღვდელი მაშინ იყო აბიმელექი, აბიათარი კი იყო მღვდელმთავარი. უმაღლესი აზრით ეს ასე უნდა გაიგო, ქრისტეს მოწაფენი მიდიან შაბათს, ანუ სულიერ სიმშვიდეში შაბათი ნიშნავს განსვენებას. მაშას ადამი, როდესაც განთავისუფლდნენ ნებებისაგან და ეშმაკთა შემოტევებისაგან, მაშინ გადიან გზას, ანუ გზამკვლელი ხდებიან სხვათათვისაც სათნოებისკენ მიმავალ გზაზე, გლეჯენ და ძირყვავენ რა ყოველგვარ მიწიერ და მდაბალოცნებად აღმონაცენს. რამე თუ ვინც წინ და წინ არ განთავისუფლდება ვნებათაგან და არ განწყობს თავს წყნარი ცხოვრების წესისაკენ, მას არ შეუძლია სხვათა გზამკვლელობა და წინამძღოლობა სათნოებისკენ მიმავალ გზაზე.